ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საამშვიდობისა, პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს, პროექტი უკვე 2 საათზე მეტია მიმდინარეობს. პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და პირველ რიგში ხალხს კითხვები აქვს პრეზიდენტის მიმართ. ზოგს აქვს ამის დასმის საშუალება, ზოგს არა. ჩვენ კი გვაინტერესებს, რას ემსახურება დღევანდელი ღონისძიება არის თუ არა ის ერთგვარი PR კამპანიის ნაწილი, იმ PR კამპანიის, რომლისთვისაც პრესაში გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვარდების რევოლუციიდან დღემდე $2,600,000-ზე მეტი დახარჯა. საინტერესო იციან თუ არა ამ ღონისძიებაში მონაწილე ადამიანებმა PR-ისთვის დახარჯული თანხების შესახებ და რამდენად მიზანშეწონილია ხელისუფლების მხრიდან ლობისტებისთვის მილიონობით დოლარიც გადახდა ღირს თუ არა საერთოდ მათი დაქირავება. ამ საკითხებზე ერთმანეთის პირისპირ გიგან ასარიძე და ბაკურ ბაკურაძე ისაუბრებენ. მე ვარ თეა სიჭინავ და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გიგან ასარიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალი ხედვა საქართველოს ხელმძღვანელი, თავისუფალი აზრის სახლის დირექტორი ბაკურ ბაკურაძე. საღამოშიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდი და იღებ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება, ესე ვთქვათ, მიმდინარეობს ერთგვარი ток-შოუ, რომელიც რამდენიმე არხზე ერთად გადაიცემა პრეზიდენტის, ანუ ასე ვთქვათ, საუბარს გულისხმობ მოსახლეობასთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან. უკვე 2 საათზე მეტია მიმდინარეობს ეს პროექტი. მართალია სრული შეფასება ჯერ არ შეგვიძლია იქიდან გამომდინარე ეს პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ გარკვეული აქცენტების გაკეთება უკვე შეიძლება. მით უმეტეს თუ კი გავთვალისწინებთ, რომ ეს პირველად არ არის, ეს ღონისძიება პირველად არ ჩატარდა, ანუ 2009 წელს იყო პირველი ესეთი ანალოგი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ქართველები ამ საკითხში ორიგინალურები ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი სახის პროექტები მე მგონი სხვა ქვეყნებშიც გვინახავს და მარტო სხვა ქვეყნებში, არა საქართველოშიც იყო მსგავსი სახის პროექტი. მე რამდენადაც მახსოვს ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტის, ექს-პრეზიდენტის ედვარდ შევარდნაძის დროსაც პრეზიდენტი გისმენთ ესე ერქვა ამ პროექტს, მაშინ ჟურნალისტები იღებდნენ მონაწილეობას ამ საკითხში. მოკლედ რომ ვთქვათ, მსგავსი სახის ღონისძიებები რაზე მეტყველებს? გიგა, შეგიძლიათ თქვათ, ანუ რა უნდათ ამით თქვათ პრეზიდენტებმა? პირველ რიგში ამ შემთხვევაში ერთ-ერთ რამეზე შეიძლება ამანი მეტყველოს, ჩემი აზრით, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ღია ნებისმიერი კითხვისათვის, რაც შეიძლება საზოგადოებიდან თუ სხვა ფენებიდან წამოვიდეს, არა მარტო საზოგადოების, არამედ მასმედიიდან და ასე შემდეგ წამოვიდეს. მას აქვს ან ფიქრობს, რომ აქვს ყველა კითხვაზე პასუხი, რაც შეიძლება დაებადოს საზოგადოებას. კი ბატონო, ну ესეთი მინიშნებაც გააკეთა პრეზიდენტმა ამის გამოსვლის ესე ვთქვათ დასაწყისში, როდესაც მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით პრეზიდენტმა ამაზე აქცენტი გააკეთა. ჩვენთან ჩაწყობილი კითხვები არ არისო, ანუ პირდაპირ კითხვები. კი, თქვენც მოусმინეთ და ანუ ესეთ შტაბეჭდილება გრჩებათ, ხა ჩვენ რაც მოვისმინეთ პირველ ნაწილში, რომ ეს ის კითხვებია, რომელიც ახლა ყველაზე რეალურად აწუხებს მოსახლეობას. ну ყოველ შემთხვევაში მე რასაც მოვუსმინე, იყო კითხვები სოციალურ თემატიკაზე. ალბათ ეს ის კითხვები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოების იმ ნაწილს, ყოველ შემთხვევაში, ვინც ეს კითხვები დასვა. კი, გეთანხმებით. უბრალოდ ერთი მომენტიც არის, თუ კი ბოლო 2 კვირის ან ახალი წლის პირველი დღეების მოვლენებს გავითვალისწინებთ, ვიდრე ჟურნალისტების ჯერი არ დადგა საკითხი დევნილების შესახებ, მაგალითად, არც დარბაზში მყოფ საზოგადოებას და არც მაგალითად სხვადასხვა რეგიონებიდან. კი ბატონო, ჟურნალისტები იმიტომაც არიან, რომ ისინი ვალდებულები არიან დასვან ეს საკითხები. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს საკითხი არ არის აქტუალური? კითხვა დაუსმელი არ დარჩა, ხომ? საქმე მთავარი ეს არის ამ შემთხვევაში. კითხვა დაუსმელი არ დარჩა და პრეზიდენტმა ამ კითხვაზე გასცა პასუხი. და რა აი პასუხიდან რა მიიღეთ თქვენ გიგა შეიძლება ითქვას? სამწუხაროდ აი ამ კითხვისთვის არ მისმენია, კონკრეტულად თუ მეტყვით რა უპასუხო პრეზიდენტმა კითხვა დაუსმე. კი ბატონო. ну პრეზიდენტმა ყოველ შემთხვევაში განაცხადა, რომ ის ძალიან გაბრაზებულია, ძალიან გულნატკენია, რომ ისიც ისევე სახლიდან გამოგდებული გრძნობს თავს და რომ მას ესე ვთქვათ ცრემლი არაპიარისთვის მოსდგომია თვალზე, როდესაც გვახსოვს ეს საკმაოდ ცნობილი კადრი, მისი წინასაარჩევნო პერიოდის კამპანიის დროს. ესეთი იყო და ვუსვებთ მისი გულწრფელი, თქვენ ესე ფიქრობთ ეს გულწრფელი მიდგომა? პრეზიდენტი რატომღაც ასე ვარ დაკვირვებული, როდესაც საუბრობს ასეთ საკითხებზე, ასეთ კრიმინალურ საკითხებზე, იგი მუდმივად გულწრფელია ხო.
და გამოხატავს თავის გულწრფელ ემოციებს. ამას რა ვიცი, შეიძლება ეს მისი ემოციურობა ამ შემთხვევაში შეიძლება მისი მინუსიც არის და არა მთლად პლუსი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგი ბოლომდე გულწრფელია ხოლმე და დარწმუნებული ვარ ის ცრემლიც მაშინაც გულწრფელი იყო და პრეზიდენტი ნამდვილად არ ყვის. კარგით, ვიდრე ბაკურს დაუშვამდე კითხვას, ანუ თქვენთან რო პირველი კითხვა შევაჯამოთ, ესე რომ ვთქვათ, რისთვის ჭირდებათ ესეთი სახის ღონისძიებები პრეზიდენტებს, მოდით ესე ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პროექტი, საქართველოში განხორციელებული პირველი პროექტი, იმისთვის რომ მეტი კონტაქტი ჰქონდეთ საზოგადოებასთან, მაგრამ ჩვენ ხო არ ვუჩივეთ ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ვხედავთ ყველგან აბსოლუტურად მთაში, ბარში, ზღვაში. გამოდევების ისმის ხოლმე ესეთ ბრალდება, რომ ხელისუფლება ხალხს არ უსმენს, ხელისუფლებას ხალხის არ ესმის, ხომ ისმის ეს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ხალხს უსმენს და მათ შეკითხვებსაც პასუხობს. არ ვიცი, მე მგონი ეს პირდაპირ პასუხი ამ ბრალდებას. კი ბატონო, ეს არის დამამტკიცებელი საბუთი იმისა, როგორ უსმენს ხალხს ხელისუფლება. კი ბატონო. ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო. ბაკურ, თქვენ ხართ თქვენი სფეროა უშუალოდ ეს მოდით ესე რომ ვთქვათ, პიარი. კარგი საშუალებაა პიარისთვის ეს ყველაფერი აცდას ხდება? მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი დღევანდელი ხელისუფლებისთვის და მისი პერსონისთვის ძალიან ცუდი. რატო? იმიტომ რომ საკითხი დგას შემდეგნაირად. როდესაც ქვეყანაში არის ყველამხრივი კრიზისი და ამას უკვე ვეღარ გაურბის, იმიტომ რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, მიმდინარეობს საათობრივი გაძვირება პროდუქტების, ხალხი არის უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში, უმძიმესში პირდაპირ ვამბობ ამას მართლა, არის არაერთხელი თქვა ამის შესახებ და კიდევ შეიძლება ითქვას, რომ არის ელიტარული კორუფცია, რომ არის ხალხი დაშინებული, რომ არის ჩამოყალიბებული ავტორიტარიზმი სერიოზული დიქტატურული გადახრებით და რომ საერთოდ ერთი ადამიანის ჭკუაზე დარბის მთელი მთავრობა და მთელი ქვეყანა მისი ბავშვობის სურვილების ასრულების რეჟიმშია. პრეზიდენტს გულის ხო, რომელი ბავშვობის სურვილი? ნუ საქანელებიდან დაწყებული შეგვიძლია დავიწყოთ და მე დავამთავროთ იმითი, რომ ოცნებები, რაღაცები, სასტუმროები, ჭყვიალა სახლები, ანთებული რაღაცები, რაც შეიძლება ამაზე ითქვას, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, დარჩება ამ ქვეყანას და ეს დაგვრჩება, მაგრამ რამდენად ადეკვატური თანხები იხარჯება ამასთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან და რამდენად ადეკვატურია საერთოდ დღევანდელი ხელისუფლების და მათ შორის პრეზიდენტის ქმედებები დღევანდელ საქართველოში, დღევანდელ იმ რეალობაში, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება, ამაზე არის საუბარი. ამ შემთხვევაში ასეთი ფარსი, რომელსაც მე დღეს უყურე, დღეს პირდაპირ გამოჩნდა, რომ მედია არის ოკუპირებული. ტელემედიაზე მაქვს საუბარი, ერთადერთი ტელეკომპანია, რომელსაც აქვს ლიცენზია პოლიტიკურ მაუწყებლობაზე, ანუ პოლიტიკურ თემებზე ისაუბროს, ეს იყო მაესტრო, რომელსაც არ ჰქონდა პირდაპირ ეთერში ეს. დღეს ნათლად დაინახა მთელმა მსოფლიომაც, ვისაც ეს რა თქმა უნდა აინტერესებს და ყველა საქართველოს მოსახლეობამ, რომ ყველა არხი, რომელზეც დღეს პირდაპირ ეთერში გადიოდა ეს შოუ არის ხელისუფლების. რატო? იმიტომ რომ მათ არხზე გადიოდა ეს. მოდით ესე ვთქვათ, ეს საათი როდესაც დაიწყო ეს ღონისძიება, ჩვენ მქონდა რაღაც ნაწილი, მიცემული, პირდაპირ ეთერში ნებისმიერ არხზე, რომელსაც ჩვენ მოვიაზრებთ ხელისუფლების არხად და ასე ვუწოდებთ ხოლმე ჩვეულებრივ საუბარში, ყველგან გადის თავიდან ბოლომდე პირდაპირ ეთერში. ეს მათი სარედაქციო პოლიტიკის გადაწყვეტილება. იცით რა შეასაქმე, მე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაგალითად არ მაქვს საუბარი, რომელზეც ალბათ ესეთი პროექტი უნდა გადიოდეს, მაგრამ უბრალოდ მე ხო არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რატომ გადის. მე ვამბობ, რომ დღეს იყო თვალნათელი, რომელ არხებს ლობირებს, კი არ ლობირებს, რომელ არხებს ფლობს ხელისუფლება თავიდან ბოლომდე. ჟურნალისტების ნაკრებიც კი, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ამ პროექტში წამყვანად. დიახ. ისინიც კი იქიდან არიან კრებულნი, რომელ არხებზეც თავიდან ბოლომდე პირდაპირ ეთერში ეს პროექტი გადის. ისინი მაუწყებლებენ ესე შეიძლება ესეთი არგუმენტი გამოვიყოთ. ნაციონალური მაუწყებლები არიან. ამ შემთხვევაში თუ კი მაესტროს ავიღებთ, მაესტრო მაუწყებლობს მხოლოდ თბილისში და ისიც სრული დაფარვა არ აქვს. მე ამ შემთხვევაში არ ვექომაგები და არ ვესარჩელები ამ ადამიანებს. მე პრეტენზია კი არ მაქვს, უბრალოდ დღეს მოხდა ლუსტრირება კიდევ ერთხელ საქართველოს მოსახლეობისთვის და არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ქვეყანაში მედია არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ანუ ყველა არხი, თითქმის ყველა არხი არის ხელისუფლების გავლენის ქვეშ და ნუ დედი მისი შვილია რომელიმე ჟურნალისტი დასვას შეკითხვა
იმ არხების წარმომადგენლები ერთადერთი კრიტიკული და სერიოზული შეკითხვა მე რომელიც მოვისმინე იყო თქვენი არხის ჟურნალისტის რა იქ იყო ძალიან ბევრი შეკითხვები კრიტიკული სად იყო შეკითხვა დევნილთა გამალებულ დევნილზე კი იყო სად იყო შეკითხვა ტერიტორიულ მთლიანობაზე ეს ჟურნალისტებმა სად იყო დასვეს შეკითხვა მედია გამჭვირვალობაზე სად იყო შეკითხვა იყო ბაკურ თქვენ ეთყობა ამ ნაწილისთვის არ გიყურებიათ სადაც ჟურნალისტებთან საათობრივ გაძვირებაზე იყო შეკითხვა არა მედია გამჭვირვალობაზე დევნილების საკითხებზე საკითხებზე გაწევრიანებაზე იყო შეკითხვა არა ჯერჯერობით ეს საკითხი არ სად იყო შეკითხვა ევროკავშირთან გაიოლებულ სავიზო რეჟიმზე იმ დაპირებებზე რომელსაც ჩვენ ვიღებდით წლების მანძილზე სად იყო შეკითხვა პოლიტპატიმრებზე და ადამიანის უფლებებზე ბოლოს ერთად უსმინეთ მე და გიგამ საგრიმეროში შეკითხვას აი იმასთან დაკავშირებით აფხაზეთიდან ომის ვეტერანები რო წამოყარეს და დაარბიეს რაზეც პრეზიდენტს 5 წინადადებაში 16 შარდი ჰქონდა მოხსენიებული ანუ მოშარდეს ესქნეს ისქნეს იმაზე კი არ იყო საუბარი რომ აფხაზეთში მეომარი ვეტერანები ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა სახელმწიფომ რომ დასხდნენ მემორიალურ დაფებთან თუ იმ მონუმენტთან და შიმშილობა გამოაცხადეს ეს ადამიანები გმირები არიან როგორ ექცევიან მათ რის გამო მოშარდვის გამო ქუჩა ირბინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მაშინ და რომელ სკვერში და ბაღშიც რამდენი მოშარდავს ცემატყებით გავა. კარგი, ჩვენი საკითხი ახლა დღეს არ არის, ესე რომ ვთქვათ. მე მაინტერესებს უშუალოდ პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში. თქვენ ამბობთ, რომ ეს პრეზიდენტის სასარგებლო პროექტი არ არის. ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ტყუილია. შეკითხვა შეიძლება ისმის პასუხს ვერ ვიღებთ, ადეკვატურ პასუხს ვერ ვიღებთ პრეზიდენტის. რაზე მივიღეთ ადეკვატური პასუხი? მეორე ტყუილია ის, რომ მიდის პირდაპირ ეთერში შეკითხვები და არ არის შერჩეული, შეიძლება არ არის შერჩეული შეკითხვები, მაგრამ ადამიანები ნამდვილად არიან შერჩეულნი, რომლებიც უსამე საღამოს 8 ნახევარზე ვზივარ ტელევიზორთან და ვუყურებ ეთერში გადის შეკითხვა ლაივ აწერია რუსთავიდან ქალბატონის სახელი დამავიწყდა ყავისფერი ლაბადა ეცო უკან არის დღე. არა, კადრში არის დღე. ეხლა მე არის კონკრეტულად რომელ მომენტზე საუბრობთ, ამიტომ ვერ შემოგედავები. სადაც ერთი ადამიანი დგას და სვავს კითხვას, შეგიძლიათ ჩანაწერი ნახოთ. ჩანაწერში უკვე დაღამებულია მთელ საქართველოში, ჩვენ ერთ საფრთხეში ვიმყოფებით და ერთდროულად უკან არის დღე. ეს არის ტექნიკური დეტალი, ანუ გადაცემას აქვს თავისი ფორმატი. პასუხობს რომ ეს არის შერჩეული ადამიანები და შერჩეული. თქვენ საუბრობთ რეგიონებიდან მოსახლეობის თითოეული წარმომადგენლის ჩართვაზე არა. მოქალაქეებზე, რომლებიც სვამენ კითხვებს, გადაცემის წამყვანებას განმარტეს, რომ რეგიონებიდან მათ ჩამოიტანეს კითხვები, რომლებიც ჰქონდათ მოსახლეობას და ჩანაწერის სახით შესწავლეს ამ შემთხვევაში. ალბათ ეს ტექნიკური შეცდომა. კი ბატონო, კარგით, მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ეჭვგეპარებათ, ესე ვთქვათ, გულწრფელობაში ამ შოუსი. მოდით მე ჩემს აზრს მე დავიტოვებ ამ შემთხვევაში და გადაცემის მიღმა გაგიზიარებთ, ეს არ არის ამ შემთხვევაში ტრიბუნა, რომელიც მე უნდა გამოვიყენო ჩემი აზრების გამოსათქმელად. გიგა, ბაკურს აქვს გასრულიად განსხვავებული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. მოვისმინე, ერთ კითხვაზე უკვე პასუხი გაეცა, ჩანაწერი იყო და შესაბამისად დღე იქნებოდა, ალბათ ან შეიძლება ღამეც ყოფილიყო, როცა ერთი ადამიანი დგას ხოლმე კითხვას სვამს და რა აზრი ქონდა ადამიანების შერჩევას, საერთოდ თუ კი ჟურნალისტები მოვლენ, რომელიც შერჩეულები არ არიან და დასვამენ ეგრეთ წოდებულ უხერხულ კითხვებს, ხო? მაშინ არ შეარჩევდნენ ის ადამიანები დასვამენ უხერხულ კითხვებს თუ ჟურნალისტები მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში ჩემი აზრით აზრს კარგავს ადამიანების და კითხვების შერჩევა თუ დაუშვებ არაშერჩეულ კითხვებსაც ხო აქედან გამომდინარე ეჭვმეპარება რომ იქ ვიღაცები შერჩეული იყვნენ და სპეციალურად გამზადებული წინასწარ მოფიქრებული კითხვები დაუსვეს პრეზიდენტს ასევე იყო საუბარი რატომ გაჩნდა ეს კითხვა გიგა მოდით მეც ჩაგეკითხებით აიჭუ იმასთან დაკავშირებით რომ ადამიანები არიან შერჩეულები იმ საკითხების წარმოსაჭრელად რომელიც მათ წამოჭრეს იმიტომ რომ უფრო მწვავე პრობლემები არსებობს საქართველოს რეგიონებში და კითხვები რომელიც შეიძლება გაისმა თითოეულ ადამიანს მე მგონი ყველაზე მწვავე პრობლემა მისთვის არის რაღაც პროდუქტის გაძვირება კი ბატონო სასურსათო კრიზისი რაც 1.8 ადამიანი სიღარიბის ზღვარს სწორედ მაგიტომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ ადამიანებს თქვენ ფიქრობთ კონკრეტულად იმ პიროვნებისთვის ვინც კითხვას სვამს ხო ის გლობალურად არ დასვამს კითხვას რომ აი 1.800.000 ადამიანი მას არ აქვს უბრალოდ წოდომა ამ ინფორმაციისადმი ხო მან იცის რომ იგი მას გაურთულდა პროდუქტების ყიდვა და ამ კითხვას სვამს გულწრფელად და ეს არის მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა. ეს მე მგონი გასაგებია და არ მგონია რომ რაღაც ძალიან გლობალური პოლიტიკური კითხვები და უნდა დაესვათ ადამიანებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც ჩარტვაში იყვნენ.
და რამდენად ადეკვატური პასუხები მივიღეთ აი ბაკური საუბრობდა იქიდან გამომდინარე ჩდება ეს ყველაფერი რომ კითხვა შეიძლება იყოს მწვავე თუნდაც ისეთი კითხვა რომელიც დასვეს ჟურნალისტებმა ამ შემთხვევაში მაგრამ პასუხი რამდენად ადეკვატურია მე ამ შემთხვევაში არ გულისხმობ ჟურნალისტების პასუხებს ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხებს იქიდან გამომდინარე თქვენ არ მოგისმენიათ ეს პასუხები აი ერთ კითხვა მოვისმენ აი მე და ბაკურმა ერთად კი ბატონო თუნდაც ის კითხვა ვეტერანებთან დაკავშირებით პასუხი აი ჩემი აზრით აბსოლუტურად ადეკვატურად მეჩვენა იმიტომ რომ თუ შიმშილო პროტესტს გამოთქვამ შეგიძლია ეს გამოთქვა ნაკლებად ესეთ საკრალიზებულ ადგილას ხო შეგიძლია დაждე ნებისმიერ სკვერში ნებისმიერ ქუჩაზე არავინ არ უჩლის იმ ადგილას სადაც ეს მუდმივი ცეცხლიანთია და სადაც საპატიო ყარაული დგას დაღუპულ მეომართა მემორიალთან უბრალოდ არ არის შეურაცხყვეს ამ ადამიანებმა თქვენ ამის თქვა გსურთ ეთანხმებით პრეზიდენტს რომ მათ შეურაცხყვეს ამ ადამიანებს კი ბატონო თუ ის ყველაფერი მართა მე არ მიდევნებია მაშინ თვალი ამისთვის ყველაფრისთვის თუ ის ყველაფერი მართალია და რა თქმა უნდა მართალი იქნებოდა ხე წინააღმდეგ შემთხვევაში გავიდოდნენ ხო ეგ თუნდაც თქვენ გამოგწევთ ერთი დეტალი ძალიან წუხვა რო არიცით ამ არ ადევნებდით თაყულს ესე გულმოდგინეთ თავად ვეტერანები აჩვენებენ საილუსტრაციოდ რომ სწორედ ამ მემორიალის უკან ძალიან წუხვა რო ამ თემაზე მიწევს საუბარი არის ბიოტუალეტი რომელიც არის განკუთვნილი ტუალეტზე არ არის საუბარი არის არა სწორედ ტუალეტზე ისაუბრა პრეზიდენტი არა მარტო ტუალეტზე ისაუბრა სხვა რაღაცებიც თქვა იქ კარვის გაშლა იქ საპატიო ყარაულის ფეხებში იმის მოწოდებით რომ ამ ადამიანებს ხო შეიძლება ეს გააკეთო ცოტა გვერდით ხო ისე რომ არაფერი არ დაშავდება გამოთქვა შენი პროტესტი სამართლიანი როგორც თვითონ და ამისთვის უკანონო გადაწყვეტილების მიღება არის გამართლებული თუნდაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი ამ ადამიანებს რამდენადაც მე ვიცი არ დაურღვევიათ მათ არ გადაუკეტიათ ქუჩები ჩაყენებული ყავდათ საქმის კურსში მერია რომ იმართებოდა პროტესტი და ასე შემდეგ და როგორც კი მივიდნენ მათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მოხდა იქ შეხლა შებოხლა ანუ როგორც მახსოვს თხოვეს რომ ეს ადგილი კი ბატონო და როგორც ვეტერანები აცხადებენ კი ისინი იშლებოდნენ არ არ მაშინ თუ იშლებოდნენ რაღაც საჭირო იყო მათი დაშლა იშლებოდნენ წავიდოდნენ ჩვენ ახლა სხვა თემაზე გადავდივართ მე მაინტერესებს ანუ თქვენ თვლით რომ ამ შემთხვევაშიც გულწრფელი იყო პრეზიდენტის პასუხი კი გულწრფელი იყო სხვა რა მიზეზი უნდა ქონოდა ამ ვეტერანების აქციის დაშლას როცა რამდენიმე თვის განმავლობაში უფრო დიდი აქცია მიმდინარეობდა ქალაქის მთავარ გამზირზე ხო კი ბატონო და არავის არ მოსვლია აზრად ამ აქციის დაშლას მაშინ ერთი კითხვა მიჩნდება გიგა და იგივე ბაკურს მინდა ვკითხო თუ გულწრფელია ამ შემთხვევაში პრეზიდენტი თითოეულ პასუხში რომელიც ისმოდა ეთერიდან მე მაინტერესებს საკითხი ორი ძალიან მწვავე და პრობლემატური საკითხი რომელიც წელს დადგა იგივე ვეტერანების საკითხი და იგივე დევნილების საკითხი დღევანდელ დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენ არც პრეზიდენტისგან მოგვისმენია იქიდან გამომდინარე რომ განებივრებულები ვართ სხვადასხვა საკითხებზე საკმაოდ ხშირად პრეზიდენტის მხრიდან კომენტარების გაკეთებით და ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის მხრიდან მათ შორის ნუ ყოველ შემთხვევაში ამ გადაცემაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერც ერთი პოზიცია ხელისუფლების მხრიდან თქვენ როგორ ფიქრობთ რატომ არ ვიცი სიმართლე გითხრათ რატო არ გააკეთეს ეს მე ალბათ მივაწერე ერთი მეორე სხვა ხელისუფლების ძველ პრობლემას როცა ისინი აი იშვიათად მაგრამ ემართებათ ხოლმე ესეთი რამ რომ ხალხთან ურთიერთობას კარგავენ და არისაუბრებიან ყველა პრობლემატიკაზე თავიდან ბოლომდე ეს პრობლემა ხელისუფლებაში იდგა და დღესდღეობითაც მცირე დოზით მაგრამ მაინც დგას და ისინი თავს არიდებენ ხოლმე რაღაც თემების თუნდაც ახსნას თუნდაც გასაუბარს ხალხთან ენაზე დალაპარაკებას. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა და ალბათ ამაზე რადგან ჩემი აზრით ეს მიდის რეგრესისკენ პრობლემა, ანუ მოგვარებადია და მალე ალბათ ასეთ პრობლემების წინაშე აღარ დავდგა. კი ბატონო, ბაკურო, როგორც პიარის სპეციალისტი, რომელიც ხშირად უწევს კონსულტაციებს დაუშვათ არა მარტო პოლიტიკურ ფიგურებს, ხო? სხვადასხვა სახის ორგანიზაციებს და არა მარტო ორგანიზაციებს, ან ინდივიდებს, რო ვთქვათ, ასე რო ვთქვათ. პიარისთვის ყველაზე გამართლებული ხერხი არის თუ არა აი ესე გულღიად პირდაპირ ეთერში გამოვიდეს და უპასუხოს პოლიტიკურმა ინდივიდმა ამ შემთხვევაში კითხვებს, რომელიც შეიძლება მისთვის არასასურველი და უხერხული იყოს. კითხვები, რომელიც ამ შემთხვევაში ჟურნალისტებმა დასვეს, საკმაოდ უხერხული იყო, თუნდაც პრეზიდენტისთვის, რო ვთქვათ, შეიძლება არც იყო, რა ვიცი, პრეზიდენტი შეიძლება არ თვლის, რომ ეს მისთვის უხერხული იყო და საკმაოდ ადეკვატურად გასცათ, თუ არა მან პასუხეს ის ჩათვლის ალბათ საჭიროდ ამას ან საზოგადოება გამოიტანს ამაზე დასკვნას, მაგრამ როგორც პიარის სპეციალისტი არ თვლი რომ ეს საკმაოდ კარგი და გამართლებული ფორმა და შენ ურჩევდი თუ არა შენს კლიენტს ამ შემთხვევაში ესეთ სახის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. იცით რა შესაქმე სახელმწიფო პოლიტიკა ვარდების რევოლუციის შემდეგ მიდის ძალისმიერი მეთოდების ანუ ხელისუფლების
სიძლიერის მაჩვენებელი გონია დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ ძალას, რომ რასაც იტყვის, ის არის სიმართლე და სხვა სიმართლე არ არსებობს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი აწვება ბოლომდე. აი ესე შემიძლია გითხრათ. მე დღევანდელმა შოუმ მაგალითად მაჩვენა, რომ იჯდა ვიღაც, რომელიღაც სოფლის გამგებელი, რომელიც საუბრობდა აბსოლუტურად ჩემთვის გაუგებარ თემებზე, სერიოზულად ვამბობ. ამას როგორც სპეციალისტი ამბობ, თუ უბრალოდ პოლიტიკური სიმპათიის, ანტიპათიის გამო ნამდვილად ეს არის. შეიძლება 2 საათნახევრიან შოუში პრეზიდენტმა ილაპარაკოს წყალგაყვანილობაზე მხოლოდ და მეც არ არ უნდა ილაპარაკოს წყალგაყვანილობაზე. უნდა ილაპარაკოს, მაგრამ ამაზე ლაპარაკობს კაცი უკვე 2 წელია ყოველ დღე, ხან ზღვაში, ხან მთაში, ხან იმაში, რა ქვია, მინდორში, ხან ყანაში. ყველგან ამაზე ლაპარაკობს, რომ აკეთებს ამას. როგორ ინგრევა ეს ორთოში გაკეთებული, ეს სხვა თემა არის. სხვა რამეზეა ლაპარაკი. პრეზიდენტმა სიცრუე თქვა. დევნილებთან დაკავშირებით გამოაცხადა, რომ პროექტი, რომელიც ჩვენ აფხაზეთის ომის, უпростоრად იმის, რა ქვია, სამაჩაბლოს ომის შემდეგ შევასრულეთო, გაეროს გადაწყვეტ ყველა დაბასახლეთო. 2 დღის წინ ეთერებში ვნახეთ, როგორ გამოყარეს სწორედ სამაჩაბლოდან დევნილები და გაყარეს სადღაც რაიონებში. ის ცრუობს და საქმე იმაში კი არ არის როგორი პროექტები იდგმება. საქმე იმაშია, რომ ამას შედეგი ადამიანებისთვის არ მოაქვს. ნახეთ რაშია საქმე, პრეზიდენტი რას გიპასუხებს. ეს ყველა ქვეყანაში დამოკიდებულია შენს მომავალ ცხოვრების დღეებზე. პრეზიდენტი ყოველ დღე პასუხობს იმას, რა კითხვასაც თვითონ სვავს და ადამიანების ცხოვრება ამ ქვეყანაში უარესდება. ამიტომ არ არის არანაირი შედეგის მომტანი ესეთი პროექტები. შეიძლება სადღაც რომელიღაც ქვეყანაში პრეზიდენტმა გამოიყენოს ეს თავისი დემოკრატიული მე მაინც გონია, რომ თქვენ ახლა ამ შემთხვევაში საუბრობთ, რომ მოქალაქის პოზიციიდან და არა უშუალოდ PR ტექნოლოგიის პოზიციიდან. მე გეტყვით, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად არ ურჩევდი აი ასეთ პროექტში მონაწილეობის მიღებას. რატო? არა, იმიტომ რომ მას მოუწევს ტყუილის თქმა. როდესაც პოლიტიკოსი აი ესე ღიად იტყუება, ეს არის მინუსების დამწერი. მე გეუბნებით სერიოზულმა კომპანიამ რომ ჩაატაროს გამოკითხვა გუშინ წინდელი პრეზიდენტის რეიტინგსა და ამ შოუს შემდეგ, ნახავთ რომ ძალიან სერიოზული პუნქტები დააკლდება პრეზიდენტის რეიტინგს. იმიტომ რომ მან იმდენჯერ იცრუა, ეს პირადად შეეხო ადამიანებს, რომლებიც ამ შოუს უყურებდნენ. ეს იყო ნამდვილად ნეგატიური დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის. არ გონია პრეზიდენტის რეიტინგს ამით რამე დააკლდეს თუ არ მოემატება, რადგან PR-ი როგორც ცნობილია, აგებული უნდა იყოს სრულიად ინფორმირებულობაზე და სიმართლეზე. რაც ჩვენ ვერ ვნახეთ, საქმე სიმართლე ვერ ვნახეთ. სწორედაც რომ ვნახეთ და მე ისე მაინც ჩემს პოზიციაზე დავრჩები, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად გულწრფელი იყო ამ შემთხვევაში და მე ვერ ვნახე მისი თავის არ იდება რამე კითხვაზე, ან რამე კითხვაზე არასორი. პასუხებში არ იყო გულწრფელი, თქო მე ამას ვამბობ, თორე თავი არაურედებელი. ხო, არა, მე მგონია, რომ მან გულწრფელი იყო თავის პასუხებში. კი ბატონო, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ მე თვითოული თქვენგანის აზრი მაინტერესებს და კითხვა, რომელსაც დაუსვამდით ამ შემთხვევაში პრეზიდენტს, თუ კი მიიღებდით მონაწილეობას ასეთი სახის ღონისძიებაში და გველოდეთ რეკლამის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს, ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გიგანა სარიძე, ბაკურ ბაკურაძე. პარალელურად მიმდინარეობს პრეზიდენტის, ესე ვთქვათ, ток-შოუ, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც პასუხობს ხალხის შეკითხვებს, ჟურნალისტების, მე რამდენად ვიცი პოლიტიკოსებმაც სადეს მიეწვდინათ ხმა პრეზიდენტისადმი, ესე რომ ვთქვათ, არ ვიცი რამდენად მიიღო და მისაწვდომი იყო ეს კითხვები მისთვის. მაგრამ მე ესეთი კითხვა დავსვი გადაცემის პირველ ნაწილში, იქნა გამომდინარე, რომ ჩემი სტუმრებიდან ერთს ეს ჯერა, ესე რომ ვთქვათ, პრეზიდენტის გულწრფელობის და მოსწოს ის თუნდაც PR-ი დავარქვათ ამ ღონისძიებას. კი ბატონო, არა, მე გეთახმებით აბსოლუტურად. აბსოლუტურად დადებითი. კი ბატონო, გეთახმებით PR-ი, რომელიც მიმდინარეობს ახლა რამდენიმე ნაციონალურ არხზე, მეორე სტუმარს ამ შემთხვევაში არ ჯერა არა გულწრფელია, ესე რომ ვთქვათ, თulis მეორე სტუმარი პრეზიდენტი. მე მაინტერესებს თქვენ ყოფილიყავთ ამ გადაცემის სტუმრები, რა კითხვებს დასვამდით? პირველ რიგში გიგას ვკითხავ. მე დავსვამდი დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე კი გამოდის. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე დავსვამდი აუცილებლად კითხვას რა სტადიაზეა მოლაპარაკებები ევროკავშირთან, იმიტომ რომ ვიცი რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა საკითხებზე. ევროკავშირი მრავალ დათმობას ითხოვს ჩვენგან ჩვენ რაზე ვთანხმდებით, რაზე არ ვთანხმდებით. აი ეს საკითხი დამაინტერესებდა ალბათ მე პირადად ყველაზე მეტად არ ვიცი მაყურებელს შეიძლება არა, იმიტომ რომ მათთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მართლა ეს სურსათის ეს სასურსათო კრიზისია ყველაზე
ყველაზე მნიშვნელოვანი რიგითი მოქალაქისათვის და ევროკავშირი ალბათ შეიძლება მეათე ხარისხოვანად ჩათვალოს და მოლაპარაკებები მასთან. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ჩემთვის პირადად და ალბათ რამდენიმე ადამიანისთვის მაინც ეს საკითხი იქნებოდა ყველაზე საინტერესო. ევროკავშირი იმის გათვალისწინებით დაისმებოდა თუ არა მაგალითად სხვა პრობლემატური საკითხები. ყოველ შემთხვევაში ისეთ როგორც დევნილების საკითხი, ვეტერინარების საკითხია. საკმაოდ საინტერესო კითხვა დასვა ერთ-ერთ ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ბათუმის 25 არხის ჟურნალისტმა სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების შესახებ და თანხები, რომლებიც იხარჯება ასე ვთქვათ გრანდიოზულ ღონისძიებებში, რომლის მომსწრენით ჩვენ ვიყავით საახალწლოდ. მე მაინტერესებს ბაკურს რა შეკითხვა ექნებოდა ამ შემთხვევაში. დღეს, როდესაც ეს შოუ დაიწყო, ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა აბსოლუტურად გულწრფელი კითხვა დასვა, აი ამ კითხვას დაუსვავდიო და 100%-ით რო გულწრფელი ვიყო, ამ შეკითხვას დავსვავდი ახლა მე. ამ შეკითხვას დაუსვავდი მას, მაგრამ ვინაიდან ეს საზოგადო და ღია შოუ არის, არაკორექტულად მეჩვენება, რომ ეს შეკითხვა ახლა ეთერში გავაძღერო, ვკითხავდი, როდემდე აპირებს ქვეყნის დაქცევას. სერიოზულად ვამბობ ამას. რამდენად არგუმენტირებული იქნებოდა ამ შემთხვევაში თქვენი კითხვა არ ვიცი ან რამდენად რამდენად დაინტერესებდა არგუმენტებს თქვენს მოგიყვებით გადაცემის ბოლო ნაწილში თუ მომცემთ 5 წუთს იმისთვის რომ რას გულისხმობთ ქვეყნის დაქცევაში იქნებოდა ესეც განუგმარი ახლავე გეტყვით მაშინ რას გულისხმობ როგორც ვიცით თქვენი უფლება კი ბატონო რასაც გინდათ იმას კითხავთ პრეზიდენტს ამ შემთხვევაში მაგრამ მე მაინტერესებს პირველ კავკასიურზე მიდის ხო ეს ყველაფერი და დღეს ერთ-ერთი PR ტექნოლოგიური საკითხი არის რომ პრეზიდენტი უკეთებს რეკლამირებას ამ ტელეარხს რომელიც დღეს გავიდა ეთერში და სწორედ მის სტუდიაში ზის და პირველი კავკასიურის რეკლამირება ხდება გარკვეულ წრეებში. აი ამ სახით. მე ვფიქრობ, რომ თუ ესეთ პროექტს მაინც და მაინც პრეზიდენტი ჩაატარებს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. პირველ კავკასიურის საზოგადოებრივ მაუწყებლის ნაწილია. ნაწილი არა, მთავარ საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა იყოს. პირველი კავკასიურის შექმნის საკითხთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი მოსაზრებები და არა მხოლოდ მე ძალიან ბევრ ადამიანს. ეს არის ტელეკომპანია, რომელიც არის შექმნილი მიზანმიმართული უტოპიური პროექტისათვის და პირდაპირ ვიტყვი რა პროექტია ეს, რაზეც საფრანგეთის მთავრობა სატელიტზე განთავსებაზე სიხშირის უარი უთხრა და ზუსტად იცოდა რის გამოც ამბობდა ამას უარს, სასამართლოც კი მოიგეს მათ. კავკასიელ ხალხთა კონფერენცია, რომელიც ჩატარდა, აღიარა პრეზიდენტმა ამ კონფერენციამ ჩენქერთა გენოციდი. ლარსის გამშვები პუნქტი. ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენები, რომელიც დღეს აი ყოველდღიურ რეჟიმში მიდის საქართველოდან რაღაც აი პედალირება ამ საკითხის. ჩრდილო კავკასიური ქვეყნები ხო რუსეთის შემადგენელი ნაწილი არიან დღესდღეობით. მათთან სავიზო რეჟიმის გაუქმება. ეს ყველაფერი მიდის იქით, რომ პედალირებას უკეთებს საქართველოს აბსოლუტურად უტოპიურ და ჩვენთვის დამანგრეველ და გამანადგურებელ პროექტს, რასაც ქვია კავკასიის ბალკანიზაცია. ანუ რუსეთის დაშლა, კავკასიის არევა და ასე შემდეგ. დღევანდელი ეს პროექტიც არის ამ არხის ამ პროექტის ერთ-ერთი პოპულარიზაციის მექანიზმის პრეზენტაცია. მოდით ესე რომ ვთქვათ, თქვენი სიტყვას დავესესხები, კი აუცილებლად. არასტაბილური თუ კი მდგომარეობა. PR-ში არაფერი ცუდი არ არის და ამისთვის პირველმა კავკასიურმა მოახერხა ის, რომ პრეზიდენტი გამოიყენოს საკუთარი, ესე ვთქვათ, PR-ისთვის, რა არის? პირველ კავკასიურს ეს არ მოუხერხებია. პირველი კავკასიური შექმნა პრეზიდენტმა სწორედ აი ამ საშინელი უტოპიური პროექტის განხორციელებისათვის, რასაც ქვია კავკასიაში არეულობის შექმნა. და ამას აკეთებს ყოველდღიურად საქართველოს, რაც აბსოლუტური სიგიჟე არის. ინტერნეტში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი პუბლიკაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები უნდა წავიდეს ომის შემდგომ პერიოდში საქართველოში. ორი სიტყვით დავასრულებ. ერთ-ერთი არის აბსოლუტურად გამანადგურებელი. სამი თვე უნდა გაუძლოს საქართველოს თურმე ამ არეულობას და მე ევროპა დაეხმარება. თქვენ იცით რომ დღეს საქართველოს ლომის წვლილი აქვს იმაში, რაც ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში და ეს მოიტანს საქართველოს ღაზად სექტორად გადაქცევას. ეხლა უკვე პოლიტიკურ ნაწილში გადავდივართ. პოლიტიკურ ნაწილში გადავდივართ, იმიტომ რომ ისიც პოლიტიკაა, რაც ეხლა მიდის პირველ კავკასიაში. გიგა ამ შემთხვევაში წარმოადგენს საზოგადოებრივ მაუწყებელს. სწორედ ამისთვის არის გიგა შექმნილი. საზოგადოებრივ მაუწყებლის წარმომადგენელი ვარ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გითხრათ, რომ არ არის ეს ამისთვის შექმნილი ეს უბრალოდ იმისთვის რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ არა მარტო ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ვინ გვეკითხება
არ შეიძლება. თუ არ ვამინ არ გვეკითხება, არა. CNN-საც არ ეკითხება, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასია არის რუსეთის შემადგენელი ნაწილი. ქვეყანასთან გვაქვს გაუქმებული დიპლომატიური ურთიერთობა და ნეიტრალური, მაგრამ CNN-ის საინფორმაციო გადაცემებს უყურებთ და ამის გამო არაფერი არ ინგრევა სოფლიო ერთი წუთით. ასევე უყურებთ ალ-ჯაზირასაც ამის გამო. პედალირებას აკეთებს არაფრის პედალირებას არ აკეთებს. ცოტა ხანში იხილავს ქართულად. არა, არაფრის პედალირებას არ აკეთებს, ის მას მიაქვს ინფორმაცია უბრალოდ იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში და რა ხდება რეგიონში. საინფორმაციო გამოშვებებით, რომელიც გადის სატელიტზე, ვერ მიიტან ინფორმაციას? ინფორმაციას მიიტან. რუსულენოვანი არხი, რადგან პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევ სამწუხარო დარჩენილია რუსული ენა საერთო რატო სამწუხაროდ? სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენთან დაკავშირებით მე თქვენ გეტყვით, რომ რესტორანში აიგზავა რუსული სიმღერა. ძალიან კარგი მოგდა, იმიტომ რომ ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ რუსეთთან და მე მგონი რაღაც ამას რუსეთთან დაკავშირებული ყველაფერი სულ ცოტა რაღაც გაღიზიანებას მაინც უნდა იწოდოს. ჩემი აზრით. თუ ომის მდგომარეობაში ვართ რუსეთთან, რა გვინდა რუსეთში, რუსეთის ფედერაციაში შემავალ არეულ ჩრდილო კავკასიურ იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციამ არ რუსეთისთან არაფერი არ გვინდა ჩვენ უბრალოდ ჩვენ სიმართლეს გადავცემთ და ის ხალხი ამას მოისმენს და ხალხი გადაწყვეტს. თქვენ გონიათ რომ მათზე манипуლირება ესე ადვილია რომ ესე როგორც კი პირველი კავკასიური ჩაირთვება მაშინ აირება იქ სიტუაცია და ომს დაიწყებენ არ იქნება ესე. სავიზო რეჟიმს რაც შეეხება კალინინგრადთან ძალიან დიდი ხანია მთელ ევროპას სავიზო რეჟიმი გაუქმებული აქვს. რუსეთის ნაწილია ისიც ყოფილი კენინსბერგი მაგრამ ნუ ამის გამოც არ ინგრევა არაფერი და არაფერი. აი ეს ნაბიჯები ხელისუფლების რისი მომტანია თქვენ კარგად. ეს ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისთვის. არა, არაფერი ნაბიჯები ისეთი საშინელება არ არის. როგორც თქვენ აღწერეთ აპოკალიფტური სურათი დაგვიწყდა. არა, აპოკალიფტური სურათი. არ არის ესე ნამდვილად. ორგანიზაცია მიდის კავკასიის. ესე ნამდვილად. ასევე საფრანგეთის მთავრობას არ არის ესე. არგუმენტი მაინტერესებს. რა არის, რა არ არის ესე. არ არის ესე, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს პედალირებას უკეთებს რუსეთის სამხრეთში, ჩრდილო კავკასიაში არეულობებს. ეს არ არის. კონტრარგუმენტს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს მე აბსურდად მეჩვენება არაფერ პედალირებას არ უკეთებს არავინ. მოდით, მაშინ ჯერ გიგამ გითხრას უკაცრავად ბაკურ, გიგამ გაგვიმარტოს მიზანი და ფუნქცია პირველი კავკასიურის რა არის, თავარი მიზანი. თავარი მიზანი მე რომ სიმართლე მიიტანოს ესე რა თქმა უნდა, არა მარტო ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებამდე, არამედ რუსეთის მნიშვნელოვან ნაწილს ფარავს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი ეს სატელიტი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც რამდენიმეს, ხო? მარტო ამაზე არ არის გათვლილი, რომ ეს ავაჯანყოთ იქაურობა და ომი დაიწყო და რაღაც ცნაური გეგმა მოყვა. რა არის იმაში ცუდი, რომ სიმართლე მივიტანოთ იმ ადამიანებამდე, რომლებიც ჩვენი უშუალო მეზობლები არიან და რომელთაც მაგალითად არასწორი ინფორმაცია აქვს რუსული მედია საშუალებებიდან მიღებული. ბაკურ, ხო ვიცით რომ არასწორი ინფორმაცია აქვს. ძალიან დიდი ბოდიში ჩვენ ხო უნდა ვიცოდეთ რამ ხელა, როგორი და რამ მდგომარეობაში ყოფი ქვეყნის შვილები ვართ. საქართველოს ამ სიტუაციაში და ამ მდგომარეობაში ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემა დღეს არის რუსეთის პრობლემა. რუსეთმა უნდა მოაგვაროს თავისი პრობლემა. ძალიან დიდი ბოდიში სად ვერჭობით და რას ვეთამაშებთ? 2 წლის წინ გადავიტანეთ 3 დღიანი ომი, რომელზეც ეხლა როგორ უნდა ვთქვა, რომ პრეზიდენტი დღეს იყო გულწრფელი, ან ოდესმე იყო გულწრფელი, კაცი გამოვიდა 2008 წლის 8 აგვისტოს თუ 11 აგვისტოს და თქვა, რომ მოვიგეთ ომიო. კაცი რაღაცა არ თქვა. ერთი წუთით. მოგებული ომი იზე იმა, რას მელაპარაკობ, როგორ არ თქვა არასოდეს პრეზიდენტს, რომ ეს ომი მოვიგეთო და ეხლა ტყუილად აბრალეთ. რუსეთმა ვერ მოახერხა თბილისის აღება. კი, ვერ მოახერხა. ვერ მოახერხა თუ არ გააკეთა. არა, ვერ მოახერხა თბილისის. კაი, ჩვენ სხვა თემაზე გადავდივართ. ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ ჩრდილო კავკასიასთან დაკავშირებით მომრიგებლის მაქსიმალურად ნეიტრალური, როგორც კი შეიძლება, ძალიან ზომიერი პოლიტიკის ფუნქცია. ძალიან ზომიერი პოლიტიკის გამტარებლის ფუნქცია. პირდაპირ პედალირებას უკეთებენ ჩრდილო კავკასიაში. მოდით, ჩვენს თემას დავუბრუნდეთ თუ შეიძლება. ჩვენი თემაა ეს. დღეს იყო პრეზიდენტის ეს შოუ, იმ საშინელი პროპაგანდის მანქანის პრეზენტაცია, რომელიც სულ ცოტა ხანში ჩვენ გვანახებს, რა პროპაგანდას დაიწყებს ჩრდილო კავკასიის ქვეყნებში. გიგა, უპასუხეთ და შემდეგ გადავიდეთ ჩვენთან. გადიოდა ეთერში, არავითარი საშინელი პროპაგანდა იქ არ გასულა, როგორც გახსოვს, ჩვეულებრივი გადაცემები გადიოდა კავკასიის ხალხებზე, ეთნოგრაფიაზე და ასე შემდეგ გადიოდა საინფორმაციო გამოშვებების, ჩვეულებრივი საინფორმაციო ეგრეთ წოდებული ნიუსები და არაფერი ომი არ დაწყებულა ამას. არ ჯობდა პირველი კავკასიურის მოგონებას სამხრეთ ოსეთის, ანუ ჩვენი აფხაზეთისათვის
და ცხინვალისათვის გაეშვათ ეთერში რაიმე ტელევიზია აფხაზურ და რუსულ ენაზე. კარგი, ეს სხვა თემა, სხვა გადაცემის კავკასიური ხდება, აი ისე. პირველ კავკასიურს აფხაზეთთან და ოსეთთან დაკავშირებით აფხაზეთს და ოსებიც უყურებენ პირველ კავკასიურს და არაფერი საშინელება არ გიგა გულწრფელად გჯერათ ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობთ რომ ეს არის და პრეზიდენტი არის გულწრფელი. მოდით, პირველი კავკასიურის პრობლემა ამ შემთხვევაში ჩვენ გადაცემის საკითხი არ არის. მოდით, გადაცემაში რეკლამისტურა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო საკითხი რომელიც მე მინდა ჩვენ სტუმრებში მოვთავაზო და დავასრულოთ ამით მე ჩვენი გადაცემა 2.600.000-ზე მეტი დოლარს გულისხმობ შემთხვევაში დაიხარჯა ვარდების რევოლუციიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს ის თანხა რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ და უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ლობისტებს გადაუხადა ღონისძიებებისთვის, თუნდაც ისეთი ღონისძიებებისთვის გავრცელებული ინფორმაციით ობამა სააკაშვილის ბოლოს მომხდარი შეხვედრა სწორედ საქართველოს ხელისუფლებას $600,000 დაუჭირა. მოდით ამაზე ვისაუბროთ გადაცემის დასკვნის ნაწილში დაგველოდეთ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გიგა ნასარიძე, ბაკურ ბაკურაძე, ჩვენ საუბრობთ PR-ზე, რომელსაც მიმართავს ამ შემთხვევაში არა მარტო საქართველოს ხელისუფლება, საერთოდ მიღებული ფორმაა და ერთ-ერთი PR სპეციალისტი ყავს სწორედ გადაცემაში სტუმრად, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, რამდენად ადეკვატურია თანხები, რომელიც ამ ღონისძიებებისთვის იხარჯება, PR ღონისძიებებისთვის იხარჯება. გაზეთმა კვირის პალიტრამ ისეთ საკმაოდ საინტერესო მასალა შემოგთავაზა, რომლის მიხედვითაც $2.600.000 დაიხარჯა ვარდების რევოლუციიდან დღემდე 2003 წლიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე. ეს Transparency International-ის ინფორმაციაა, რაშიც ეს თანხა დაიხარჯა პრეზიდენტის მიერ, პრეზიდენტის შეხვედრებისთვის, ღონისძიებებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლოს ღონისძიება იყო ობამა სააკაშვილის შეხვედრა ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიწუს სახელმწიფო. $2.600.000 დაიხარჯა მხოლოდ ამერიკული ლობისტური კომპანიებისთვის. კი ბატონო. ევროპულები რამდენს იღებენ ამაზე ინფორმაციას არ ვთქვათ. არ ვთქვათ, კი ბატონო, იმიტომ რომ ევროპაში სხვანაირი კანონი. არ არიან ნამდვილად. სხვანაირად უდგას ამ საკითხს. მე მაინტერესებს პირველ რიგში თქვენი მოსაზრება. ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის არის დაუშვათ ასეთი სახის PR აქციების ჩატარება, არ ვიცი როგორი სახის, ყველა სახის ალბათ, რომ ჩვენ ვიხდით მაგალითად ერთი შეხვედრისთვის $600,000, მაშინ როდესაც იგივე სიღარიბის ზღვარს მიღწეული ადამიანების რიცხვი იზრდება 1,800,000-მდე, გვაქვს მუშავრობის საკმაოდ სერიოზული პრობლემა და ბოლო დროის განვითარებული მოვლენების მიხედვით დევნილებთან დაკავშირებით გვაქვს სერიოზული პრობლემები. გიგა. სასიცოცხლო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, PR-ი და საზოგადოებასთან ურთიერთობას ნიშნავს ეს, რომ გადმოვთარგმნოთ ჩვენს ენაზე, ხო? საზოგადოებასთან ურთიერთობა და საზოგადოებასთან კავშირის არ გაწყვეტა ყველა ხელისუფლებისათვის და ყველა საზოგადოებისათვის და ქვეყნისათვის ზოგადად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს საყოველთაოდ ცნობილი ამბავი, ხო? არ ვიცი რამდენად მართალია ეს $2.600.000, მაგრამ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები წელიწადში ხარჯავს $2 მილიარდ PR კამპანიებს. ნუ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო, რომელსაც დიდი საპიარო არაფერიც არ აქვს, ხო? ეგ არა, ძალიან ბევრი აქვს პრინციპში. ვერ ვიტყვით რომ არ აქვს. კარგი, იქ ხო ნამდვილი დემოკრატიით ირჩევენ პრეზიდენტებს და შესაბამისად საპიაროც არაფერი არ უნდა ყოფილიყო. ჩვენთან არ ირჩევენ ნამდვილი. ჩვენთან არა, მე ბაკურს ვკითხე. ჩვენთან ნამდვილი დემოკრატიით ირჩევენ და გარწმუნებთ ამაში. ხო და აქედან გამომდინარე არ მგონია ეს რომ რაღაც ძალიან კატასტროფული თანხა იყოს თან 7 წლის განმავლობაში, ხო, წელიწადში გამოდის მილიონზე ნაკლები. ხო, ასე ვარდების რევოლუციიდან დღემდე გავიდა 7 წელი, წელიწადში მილიონზე ნაკლები გამოდის, მაგალითად რუსეთმა იგივე დახარჯა. არასწორად თვლი გიგა და ძალიან გთხოვ. ერთი წუთი რუსეთმა იგივე დახარჯა $2 მილიონი მხოლოდ იმის PR-ზე, რომ დიდ რვიანში მოხვედრილიყო. ანუ PR-ზე სოფლიოში ფული ყველგან იხარჯება, ყველგან არიან მუშავრები, ყველა ქვეყანაში, ყველგან არის სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფი ადამიანები, მაგრამ ამის გამო არც ერთი სახელმწიფო PR-ზე უარს არ ამბობს, იმიტომ რომ ეს, როგორც ზემოთ აღნიშნეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობისათვის, შესაბამისად ქვეყნისათვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კარგი, რადგან თქვენ აღნიშნეთ, რომ არც თუ ესე ვთქვათ, დიდი თანხა, მე ისევ კვირის პალიტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციას დავაყრდნობი ამ შემთხვევაში, სადაც მოწოდებულია ესეთი ინფორმაცია, რომ ზემოდასახელებული თანხიდან, ანუ $2.600.000-დან
$1,306,800 და მხოლოდ გასულ წელს დაიხარჯა. ანუ 2010 წელს ჩვენ დავხარჯეთ $1,300,000-ზე მეტი. ვაკონკრეტებ მხოლოდ ამერიკული ლობისტური ჯგუფებისათვის და არა ევროპული. ანუ მანამდე გაცილებით უფრო ცოტა ეს. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ PR ტექნოლოგს მინდა ვკითხო. პირველ რიგში ეს არის მისი შემოსავლის მთავარი წყარო. ეს არის ძალიან ცოტა. ეს არის ძალიან ცოტა სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტის. რას ნიშნავს ეს განგვიმარტება? როდესაც პარტნიორი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი არ გვხვდება და შენ ამაში ხო შეხვდა ბაკურო 600,000-ად. მაინტერესებს როგორ და სად შეხვდა? ერთ კომპანიას რომელმაც მოაწყო შეხვედრა. ერთი წუთით ეხლა მოგიყვებით როგორ ხდება საერთოდ პრეზიდენტების შეხვედრა, მით უმეტეს პარტნიორი ქვეყნების. სულ ცოტა ხანში 2011 წლიდან თავისუფალი აზრის სახლი აპირებს რომელიმე გაზეთთან და თუ ეს არ მოხერხდა მაშინ ჩვენ საიტზე დავიწყოთ ესეთი რუბრიკა დიპლომატიური ანაბანა რომ ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ რას ნიშნავს პარტნიორი ან არაპარტნიორი სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა. ჩვენ კადრში ვხედავთ დერეფნებში ფოტო გადაღებულ რაღაცა გაურკვეველ კულუარულ შეხვედრებს პრეზიდენტი ობამასი და პრეზიდენტი სააკაშვილის საერთოდ პრეზიდენტები ხვდებიან ესე. მოდის ოფიციალური მოწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად არკვევს ფორმატს. რას ნიშნავს არეცალა? რას მით უარესი ჩვენთვის? პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი ისეთი მასხარაა, რომ მასთან შესახვედრათაც არ სცალია. პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს. რას ნიშნავს არეცალა? და ყოველკვირა მიშა სურვილით ვერ შეხვდება. ვერანაირად რაც არ უნდა სერიოზული იყოს პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი. რამდენი წელი არ შეხვდა ობამა მიხეილ სააკაშვილს და საერთოდ ოფიციალურ დონეზე რატო არ ხვდება? არ ხვდება მას. იმიტომ რომ ოფიციალური შეხვედრა არის. პატარა ქვეყნის პრეზიდენტებს, დიდი ქვეყნის პრეზიდენტები იშვიათად ხვდებიან ხოლმე. როგორ გეკარგებათ? ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი, თუნდაც ჩვენი წინამორბედი პრეზიდენტების ოფიციალური ვიზიტები, ჩვენს პარტნიორების პრეზიდენტის სააკაშვილისა და ბუშის შეხვედრა, რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გვაქვს ნახე, როგორც ვაშინგტონში ისე საპატიო ყარაული, ისმის ჰიმნები. აი ეს ოფიციალური შეხვედრაზე საუბრობ. დიახ, რას ნიშნავს არაოფიციალური შეხვედრები? არაოფიციალური შეხვედრები არსებობს არაოფიციალური შეხვედრა. არა, როგორ არ ჟღერდება? ხშირად მოგვისმენია, რომ შედგა არაოფიციალური შეხვედრა. სამიტის ფარგლებში ან სადმე ასე შემდეგ. ან სადმე როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი შეხვდნენ ერთმანეთს გადაიღონ სურათი, შემდეგ შევიდნენ სადღაც ოთახში გაისაუბრონ. და ასე შეხვედრებზე სახელმწიფოებრივი საკითხები ოფიციალურად არაზე საუბრობენ, როგორ მაინტერესებს. სახელმწიფოების საკითხები. არა, ბაკურ, მე მაინტერესებს, აბა რას ნიშნავს ეს შეხვედრა? მეთაური, პრეზიდენტი ოფიციალურად არ ხვდება მიხეილ სააკაშვილს, არ იღებს როგორც ჩვეულებრივ სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტს. არ იღებს. ყველა დიპლომატიური ნორმა დარღვეულია. და ეს შეხვედრა დამადასტურებელი იყო, შეხვედრა რომელიც პოლიტიკის საკითხი გადაიხადა და ობამამ ასე ვთქვათ ფულის გადასტურდა. შეხვდა 5 წუთი. აი ეს შეუკიკინეს ამერიკის პრეზიდენტი ესე უწევს. ამერიკის პრეზიდენტი ასეთი ადვილად მანიპულირებადია, რომელიღაც PR კომპანია მივიდა და ლობისტური კომპანია რომელსაც მართავს თეთრი სახლის. არა, უბრალოდ ვეღარ გადავფარე თქვენი ხმა. ლობისტური კომპანია, რომელსაც 600,000-ს გადაუხადეს, მას მართავს ადამიანი, რომელიც თეთრი სახლის აპარატის უფროსი იყო, ძალიან გავლენიანი და ის იღებს პასუხისგებლობას გარკვეულ შეხვედრებზე. თქვენ თუ გადაიხდით ქალბატონო თათია ფულს, თქვენ შეხვდებათ ობამა. ზუსტად იგივე ფორმატში, როგორში შეხვდა მიხეილ სააკაშვილს. ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესი, ეს არის გავლენები, რომელიც აქვს ამ ლობისტურ ჯგუფს და ის იღებს ვალდებულებას და ის ამ ვალდებულებას. და ამერიკის პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ამ ბიზნესის ნაწილი ხდება. ჩვეულებრივი რამე ხვალვე შეგიძლიათ მოიწვიოთ შერონ სტოუნი, ან რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი თქვენს ტელეკომპანიაში თუ დაუკავშირდებით სერიოზულ ლობისტურ ჯგუფს და გადაუხდით იმ თანხას, რა თანხაც არის გადასახადი. კი ბატონო, კარგით, გიგა. არ ვიცი, მეც თუ შემხვდება ბატონი ობამა ძალიან მაგრამ ერთი რამე ხო ფაქტია, ბატონო, გიგა, ერთი რამე ხო ფაქტია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისა და ობამას შეხვედრასთან დაკავშირებით, შეხვედრასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბრობდა, ნუ უმთავრესად ოპოზიციური სპექტრი, რომ ობამა არ ხვდება ამ შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილს. იქიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ესე ვთქვათ, განებივრებულები ვიყავით სააკაშვილისა და ბუშის შეხვედრებით, როგორც თეთრ სახლში, ასევე საქართველოში მის სტუმრობა ყველა რესპუბლიკელებს უფრო აგრესიული გარე პოლიტიკა აქვთ, ეს ყველასათვის ცნობილია და მათ აწყობდათ რუსეთთან მიმართებაში, ასე რომ ტერმინი რო ვიხმაროთ, უფრო ხშირად შეხვდებოდნენ რუსეთის ერთ-ერთ მოწინააღმდეგე პრეზიდენტს, ხო? ეს გასაგებია, ობამას და დემოკრატებს აქვთ უფრო არააგრესიული
აგრესიული საგარეო პოლიტიკა და ისინი ასეთ გაღიზიანებებს ბრჭყალებში, რო ვთქვათ, რუსეთისას ერიდებიან. ეს გასაგებია ყველასათვის. არ ვიცი რა უთხრეს, რა მოატყუეს ობამას პრეზიდენტი არ არისო, სააკაშვილიო უთხრეს ალბათ თუ რატო შეხვდა, პრეზიდენტს არ ხვდებაო, ბატონი ბაკური ამბობდა. შეუკიკინეს. როგორც პრეზიდენტს არ ხვდებაო, არ ვიცი რაზე ისაუბრეს, ეთყობა ჩუმად ისხდნენ ოთახში 15 წუთი და მერე გამოვიდნენ. ან რაღაც სპორტზე ისაუბრეს. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ობამა სააკაშვილის შეხვედრა მოხდა. მოხდა ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა. ამას ვერ გავექცევით. კარგი, ესე იგი, სააკაშვილი ამ შემთხვევაში იყო ქართველი ეს არ იყო სახელმწიფოებრივი დონის შეხვედრა, მე ამას ვსაუბრობ რა. როდესაც შევუბროთ, ეს არ იყო ორი პრეზიდენტის შეხვედრა. ერთი წუთი ძალიან ხოთ გეტყვით მაშინ რა, როგორ არის? თქვენ მე მგონი უნდა იცოდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც შენ ხარ სახელმწიფოს მეთაური. შენ მეორე სახელმწიფოს მეთაური ხდება ყველა დიპლომატიური ეტიკეტის დაცვით. ესეთი რამე ობამასთან მიხეილ სააკაშვილს არ ქონია. არ მარტო ეგეთი შეხვედრები ხდება არაოფიციალური შეხვედრები. მე ვსაუბრობ ოფიციალურ შეხვედრაზე. ხო და არაოფიციალური შეხვედრებიც ხომ ხდება? არაოფიციალურ კი ფულს იხდი და ხდება. არა, ფულს იხდი არა, არაოფიციალური ხდება არაოფიციალური 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ მაქსიმალური დისტანცირება რომ მოხდა მსოფლიოსი საქართველოსთან ხო ატყობთ. მხოლოდ პატარ-პატარა ჯგუფები, რომელთა გავლენები უნდა იყოს საქართველოში და პირადი დაინტერესებები აქვთ და აქვთ მცირეოდენი გავლენები, მხოლოდ ის ადამიანები. სადღა არის ჩვენი მეგობარი სარკოზი, რომელიც ასე ხშირად დადიოდა საქართველოში. სად არიან ის პრეზიდენტები, რომლებიც ასე გვიჭერდნენ ღიად მხარს? 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, იმ ფარსის შემდეგ და იმ ტყუილის შემდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო საქართველოში და ამაზე მთელი მსოფლიო საუბრობს. 2008 წლის 8 აგვისტო ფარსი და ტყუილი. კარგით, ჩვენ სხვა თემაზე გადავდივართ. ეხლა მე მაინტერესებს, თუ კი ამაზე ვსაუბრობ. იმის შემდეგ. კი ბატონო, ბაკურ, თუ კი იმაზე ვსაუბრობ, თუ კი იმაზე ვსაუბრობთ, რომ დასავლეთ და საერთაშორისო თანამეგობრობას ესე ვთქვათ, ერთგვარი დისტანცირება აქვს ჩვენს მიმართ. მით უმეტეს გამართლებული არ არის. მით უმეტეს გამართლებული არ არის ასეთი თანხის ხარჯვა იმაზე, რომ მოხდეს რეაბილიტაცია. სუდი ტონია დღეს მიხეილ სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრა. ძალიან იაფად გაყიდა თავისი კარგი ტონი ობამამ მაშინ 600.000. ძალიან სუდი ტონი. საქართველოს პრეზიდენტი ამ შემთხვევაში წარმოადგენს ქვეყანას და ის არის პირველი, ვისაც ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრებია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. არის დღეს ქართველი ხალხის სირცხვილი. კარგი. მე პირდაპირ გეუბნებით ამას და სუდი ტონია მიხეილ სააკაშვილთან ხელის ჩამორთმევა. დღეს რაღაც ობამას შეხვედრის დროს მსგავსი რამ არ აღინიშნებოდა ბაკურ, ანუ 600.000 ქონდა კაცაღებული და სამწამიანი კადრი ვნახეთ, ხო? ნუ ეს არის ალბათ პროტოკოლური შეთანხმება, როდესაც ქარები ჩამოგართმევს ხელს. დერეფნებში რო დაძდებს, ეხა ხო ვიცით ეს ყველაფერი. კარგით, გიგა გისმენთ. არა, არაფერი მე უბრალოდ ფრანგულენოვანი არ ვიცი რამ რატო კიდის ობამა თავის პრესტიჟს 600.000-ად, აი ნამდვილად ვერ წარმოვიდგინე, თუ ცუდი ტონია და საშინელება არის სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევა 600. გამახსენეთ ბოლო რა უთხრეს ამისთან განცხადება პრეზიდენტებს ამ ლობისტებმა რა უთხრეს ამისთან რა უთხრეს ამისთან ამ ლობისტებმა რომ ობამამ კი ბატონო ჯანდაბა სუდი ტონია ყველა პრეზიდენტი ამის მერე ცუდად შემომხედავს ყველა ქვეყნის მაგრამ კარგი ჩამოართმევა კაც ხელსო ოღონდ პრეზიდენტი არ იქნება თუნდაც იყოს ეს ლობისტების დამსახურება ეს შეხვედრა თქვენ თulit თუ არა მიზანშეწონილად და ადეკვატურად იმ თანხის გადახდა არ კონკრეტულ თანხაზე არ ვიცი შეიძლება ეს მოხდა შეიძლება არ მოხდა არ ვიცი ვერ გეტყვი ეს თუ ასე მოხდა შეიძლება თქო არ ვიცი ეს თუ ასე მოხდა მე ვთვლი რომ ეს გამართლებულია რა თქმა უნდა ასეთი დიდი რანგის შეხვედრისათვის ასეთი რანგის პრეზიდენტთან შესახვედრად რა თქმა უნდა გამართლებულია და ძალიან კარგი შემთხვევა იყო ეს შეხვედრა მე სახელმწიფოს პრეზიდენტები ერთმანეთს ფულს არ უხდიან ერთმანეთთან შესახვედრად პირველი შემთხვევა იყო არა ერთი წუთით მე სხვა რამეზე ვსაუბრობ როდესაც პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტი არ გვხდება გეუბნებით რომ აი როგორ თქვა ტერმინი უნდა იჩალიჩა და ჩავარდა იმ სამიძე რომელსაც არ ეკუთვნოდა ჩასვლა სამიტი არ იყო მოდით ესე ვთქვათ ეს იყო ჰოლბრუკისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო რომელზეც კი ბატონო კარგით მოდით ესე ვთქვათ ჰოლბრუკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფრანგულენოვანი ქვეყნების კონგრესიც ეკუთვნოდა ჩასვლა კარგით არ არის ეს უკვე ჩვენი გადაცემის თავარი თემა ჩვენი გადაცემის თავარი თემა არის ის რომ პიარზე იხარჯება თანხა პრეზიდენტის აბსოლუტურ სისულელეებზეც და ბევრად უფრო მეტი ვიდრე მის მდგომარეობაში ჩავარდნილი სახელმწიფოს მეთაურის პიარზე იხარჯება ასე რომ მე
დავამატებით, რამეს და უნდა დავასრულოთ. არა, არაფერს არ დავამატებ, უბრალოდ ძალიან კარგია თუ PR-ზე სერიოზულად ფიქრობ ჩვენი ხელისუფლება. ეს არის მე მგონი პირველი ხელისუფლება ჩვენ თვის, რომელიც PR-ზე ასე სერიოზულად ფიქრობს და ეს ძალიან კარგია. მინდა გითხრათ ჩევერდნაძის ხელისუფლებასაც ჩამოყავდა პოლიტიკურად ძალიან კარგად, ესე იგი გავიზარდეთ და უფრო მაღალ საფეხურზე ავედით და დარწმუნებულა შემდეგი ხელისუფლება კიდევ უფრო სერიოზულად დაფიქრდება. მე სხვა რამეს მაფიქრებინებს PR-ზე რაც უფრო მეტი თანხა იხარჯება, მით უფრო ცუდად აქვს იმ ხელისუფლებას თავის კარგი, კი ბატონო. ესეთი მოსაზრებები მოვისმინეთ დღეს. შეიძლება ცუდად აქვს საქმე 2 მილიარდს ხარჯავს. პროცენტულად უარესად. კარგით, ესეთი მოსაზრებები მოვისმინეთ. ჩვენ საუბრობდით გადაცემის დასაწყის ნაწილში, ესე რომ ვთქვათ, იმ ღონისძიებაზე, იმ PR აქციაზე, რომელიც მიმდინარეობდა რამდენიმე ნაციონალურ არხზე მთელი 3 საათის განმავლობაში. მე როგორც შემატყობინეს ეს ვთქვათ პრესკონფერენცია, შოუ, ток-შოუ პროექტი, არ ვიცი როგორ უწოდოს სწორედ, დასრულებულია ამ შემთხვევაში. ჩვენ უფრო მეტი სალაპარაკო ალბათ შემდგომ დღეებში მოგვიწევს, იქიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი საინტერესო თემები წამოიჭრა ამ გადაცემაში. მე მადლობას მოვახსენებ ჩემს სტუმრებს, გიგანა სარიძე, ბაკურ ბაკურაძე, ჩემი გადაცემის სტუმრები, ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტროს ახალიაბები მაკაცინცაძესთან ერთად. 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერძის სტუმრები იქნებიან გიორგი ბარამიძე, თინა ხიდაშელი, მე ხვალ 8 საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.